Agrofors-ი აგრძელებს წარმატებული ფერმერების მეურნეობებში ვიზიტს. ამჯერად სოფელ ერისიმეთში გიორგი ბაკაშვილის 600 ჰექტარიან ფართობის მეურნეობებში ვიმყოფებით. თქვენს წინაშეა საქართველოში ყველაზე მაღალმოსავლიანი და დაავადებების მიმართ გამძლე გერმანული ხორბლის გამორჩეული ჯიში ტიკატაკა. სცენარი ამჟამად დათავთავების ფაზაშია. ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით და ვაფასებთ მის განვითარებას. კადრებშიც კარგად ჩანს თუ როგორ გამოირჩევა ეს ნათესები მეზობელი ნაკვეთებისგან, განსაკუთრებული სიჯანსაღითა და მუქი სიმწვანით. ზრდის აქტიური ტემპითა და თანაბარი განვითარებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბარტყობის თან-ბეჭდავი მაჩვენებლითა და თავთავის ზომით. გარდა ამისა, ეს ჯიში მაღალი საცხობი პარამეტრებით გამოირჩევა. მისი წებოგვარის მაჩვენებელი 27-30%-ის ფარგლებში მერყეობს. კომპანია Agrofors ამ დროისთვის დარაიონებული აქვს ხორბლისა და ქერის ორ-ორი ჯიში, ხორბალი, ტიკატაკა და პაპილონი, ქერი, ელენა და ლაურიელი. ეს ყველაფერი Agrofors-ის კომპლექსური მიდგომის შედეგია. ჩვენ ვიყენებთ ევროპელი ფერმერებისა და გერმანელი სპეციალისტების საუკეთესო პრაქტიკას, რათა საქართველოს მიწებზე რეკორდული მოსავალი მივიღოთ. სწორედ ამ მეთოდოლოგიას ვნერგავთ აღნიშნულ მეურნეობაშიც, რაც გულისხმობს მსოფლიო ბაზარზე ნომერ პირველი ხორბლისა და ქერის ათესლე მასალის გამოყენებას, ევროპული სწრაფად ხსნადი სასუქებით თესვას, მსოფლიოში ლიდერი მკვებავებისა და პესტიციდების გამოყენებას. კომპანია Agrofors-ის მიზანია გამორჩეულ ნაკვეთებზე ჰექტარზე 9 ტონა მოსავალი მიიღოს. წლიდან წლამდე იზრდება Agrofors-ის სქემით მოყვანილი მარცვლეული კულტურების ფართობი და დღეისთვის ის უკვე 20,000 ჰექტარს შეადგენს. თვალი ადევნეთ Agrofors, ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით სხვა წარმატებული ფერმერების მეურნეობებიდან.